მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი ტელესტუდია ქართული TV აგრძელებს თავის გადაცემებს. მე ვახში ჟვანია ვარ, აი ამ რუბრიკის ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში ავტორი და წამყვანი. დღეს ჩემი სტუმარია, ჩემი აზრით აი ამ ჩვენი პოლიტიკური ნაწილის მომავალი ვარსკვლავი. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ქართულ პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ქალები უნდა შემოვიდნენ. იმიტომ რომ ახლა რომ დავიწყოთ გარჩევა აი რთულ სიტუაციაში ხო ვართ და ამ სიტუაციაში მაინც რო ვართ, ძირითადად ხო ქალების დამსახურებაა. ქალები წავიდნენ უცხოეთში, ქალები არჩენენ თავიანთ ოჯახებს და აი ამ თავიანთი ოჯახების რჩენის პერიოდში პროდუქტების ყიდვის და საერთოდ ვაჭრობის სისტემიდან გადასახადების სახით შესული ბიუჯეტით იმართება ეს ჩვენი ქვეყანა. ესე იგი საფუძველი მაინც ქალების დაუღალავი შრომა არის. გეთახმებით. და ის რომ ჩვენი ყველაზე საოცნებო პერიოდი საქართველოსი ქალის მეფობასთან არის დაკავშირებული, ეს ხომ ნიშანდობლივია. მოკლედ ჩემი სტუმარი არის ხათუნა მაჭავარიანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ადამიანი, რომელმაც თავის დროზე შექმნა ორგანიზაცია ქალები განათლებასა და დემოკრატიისათვის. მისი თავმჯდომარეც იყო, დამფუძნებელიც იყო და წინამძღოლი ამ ორგანიზაციის. ახლაც ვარ. და ახლაც ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ იყავით თქვენ ასევე ქალთა პარტიის თავმჯდომარე 12 წლის მანძილზე. დიახ. და ეწეოდით აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. თქვენ ასევე იყავით, რომელი წელი იყო, ესე იგი 14 წელს, 2014 წელს ქუთაისის მერობის კანდიდატი. დიახ, ოჩა. ძალიან კარგად იცით ჩემი ბიოგრაფია, მოკლედ. და მე თვითონ დავესწარი, აი თქვენი გამოცხადებული იყო აფხაზეთთან დაკავშირებული თემატიკა, ნიკა ემხვარის სახელობის ფესტივალი, რომელიც თქვენი ორგანიზატორობით შედგა და მე იქ ვიყავი სტუმრის სტატუსით და ძალიან საინტერესო და კარგი ღონისძიება გამოგივიდათ. დიდი მადლობა. დღეს ჩვენი სტუმარი ხართ. აბა რას გვეტყვით? ჯერ ერთი თხოვნა მაქვს, რომ ძალიან მოკლედ დაახასიათოთ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. გუშინ აი ესეთი დღესასწაული გქონდა, თქვენი დამოკიდებულება და ყველაფერი ის, რითაც თქვენ გინდათ მოხიბლოთ ჩვენი საზოგადოება და გამამაგროთ მე ჩემს აზრებში, რომ თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ აქტიური პოლიტიკაში. უღრმესი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მსმენელს და მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ აძლევთ შესაძლებლობას ჩვენს საზოგადოებას შევეხმიანო და ჩემი დამოკიდებულების შესახებ ამა თუ იმ საზოგადოებრივ პრობლემასთან დაკავშირებით მოვახსენო. განსაკუთრებულ მადლობას იმიტომ გეუბნებით ბატონო ვახში, რომ ფაქტობრივად ჩემთვის დახურულია სხვა ტელევიზიების და ფაქტობრივად ყველა ტელევიზიის კარი. მე ბევრჯერ მოგიწვიეთ. კი, რა თქმა უნდა. ამიტომაც გიხდით მადლობას, რომ არ გავიწყდებით და აგერ მომავალშიც კიდევ გსურთ, რომ მიხილოთ ქართულ პოლიტიკაში. მე მგონი თქვენსავით მონდომებული ამ საკითხში არც არავინ არ არის სამწუხაროდ. ახლა რატომ სამწუხაროდ? თქვენ რაც წაიკითხეთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიმართლეა. მე წარსულში გახდით პოლიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ახლაც არსებობს და მე ახლაც ვარ მისი ლიდერი, უბრალოდ არ ვარ თავმჯდომარე, მაგრამ ვაგრძელებთ ჩემს საქმიანობას, როგორც თქვენ მოახსენეთ მაყურებელს. ორგანიზაცია ქალები განათლებისა და დემოკრატიისათვის. ამ ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, ეგიდით მისი დამფუძნებელი და თავმჯდომარე ხელმძღვანელი გახლავართ ამჟამად.
რატომ ასეთი სახელწოდებით? იმიტომ რომ განათლება მოგეხსენებათ არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი განათლების გარეშე ჩვენ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ წინ, ვერ განვითარდება ვერც ქვეყანა, ვერც ერი, ვერც ადამიანი და ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ განათლებასთან ყოფილიყო და დაკავშირებული ჩემი შემდგომი საქმიანობა, ამჟამინდელის და შემდგომის და თავისთავად ცხადია, დემოკრატია, თავისუფლება და დემოკრატიის პრინციპების გარეშე კიდევ მომავალი არ შენდება. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ხა მოკლედ რომ გითხრათ ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, თქვენ იცით კარგად, მე ადრეც მისაუბრია რომ ვიყავი ჩართული აქტიურად ამ პროტესტშიც 2024 წელს, როდესაც დაიწყო ეს ასე ვთქვათ მთელი რიგი გამოსვლები და ერთი წლის განმავლობაში რუსთაველზეც გახლდით ფაქტობრივად ვიყავი მუდმივად, სულ დავდიოდი. ამჟამად იქიდან გამომდინარე რომ მაქვს ძალიან დატვირთული გრაფიკის სამუშაო და ოჯახთან ერთად ვერ ვახერხებ ფიზიკურად იქ ყოფნას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მადარდებს ჩემი ქვეყნის მომავალი და რაიმე ამ თვალსაზრისით ჩემთვის უინტერესო გახდა. ნამდვილად არა. პირიქით, უბრალოდ მე ვეძებ სხვა გზებს და სხვა, ასე ვთქვათ, ისეთ მიმართულებას, რითაც ჩემს წვლილს შევიტან ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ეს არის კიდევ ერთხელ მეორე განათლება და კულტურა, როგორც თქვენ აღნიშნეთ. მე უკვე 3 წელია აქტიურად ვარ ჩართული და ვახორციელებთ აი ამ ფესტივალს, ამაზე მოგვიანებით ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. მაგრამ კიდევ რომ დაუბრუნდეთ და ამოვწურო ის თემა, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, ამასთან დაკავშირებით და რაც გუშინ იყო თუნდაც ხო, აი 26 მაისი გახლავთ დამოუკიდებლობის დღე შერაცხული, მე მინდა გითხრათ თქვენს და საზოგადოებასაც, რომ ეს გახლავთ ჩემთვის დამოუკიდებლობის დღე არის 9 აპრილი. უახლესი ისტორია ძალიან კარგად გვიყალიბებს ამ ფაქტებს და მოვლენებს. 26 მაისი არის პირველი რესპუბლიკის დღე და დაფუძნების დღე და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ და ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, რომ გასწორდეს ფოკუსი პოლიტიკაში და ქაოსია ძალიან, ბატონო ახში მინდა გითხრათ, ქაოსურია ეს ყველაფერი და ამაში წვლილი აქვს როგორც დღევანდელ ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციასაც. ხო, რა თქმა უნდა. რადგან უკვე აგერ 2 წელი გავიდა, ხო? სრულდება თითქმის რაღაცა 2024 წლის არჩევნებიდან და ფაქტობრივად ვერანაირად წინ ვერ წაიწია ოპოზიცია, იმიტომ რომ არ არსებობს ოპოზიცია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც ექნება ჩამოყალიბებული პროგრამა, ხედვა გამარჯვებისა, რომელიც მოსაზრებები და მოქმედებები არ იქნება აგებული პირად კეთილდღეობას. ასეთი ოპოზიცია ჩვენ არ გვყავს. ხალხიდან წარმოქმნილი ოპოზიცია, რომელიც იბრძოლებს იმ იდეებისთვის მომავალს, რომ უკეთეს მოგვიტანს და გააკეთილშობილებს ვითარებას და გამოასწორებს დღეს, რაც აგვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროდ საუბედროდ უნდა ვთქვათ, რომ ასეთი ორგანიზაცია პოლიტიკური არ არსებობს ქვეყანაში. ამ ნაწილში ჩაგერთვა უნდა. დიახ. აი მეცნიერთა კონგრესს აქვს ეს პროგრამები და პროექტები, მაგრამ მთელი ჩვენი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ აი როგორც პოზიცია, ასევე ოპოზიცია მათი საშუალებები, განსაკუთრებით ტელევიზიები, ბლოკავენ ყოველგვარ პროგრესულს, ვინმე სადმე თუ გამოჩნდა და დაწერა და ჩვენ ყველას ვეპატიჟებით. აი ამიტომ არის ეს ტელევიზია განსაკუთრებული. აქ შეიძლება მართალი სიტყვის გაგონება და სხვა დანარჩენი ყველა ტელევიზია ემსახურება თავის ბატონს, თავის პატრონებს და ამიტომ ჩნდება ასეთი შთაბეჭდილება, რომ არავის არაფერი არ აქვს, არავინ არ იცის როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. ამ დროს ჩვენ გვაქვს 21 პუნქტიანი პროგრამა, ჩვენ გვაქვს დოქტრინა დაწერილი, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა. ჩვენ წიგნები დავწერეთ ორი, ერთი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ და მეორე რა ვაკეთოთ რომ გადავჩეთ. მესამე ახლახან ჩვენი რესურსები ეს დიდი წიგნი დაწერეთ საქართველოს რა რესურსები აქვს. ჩვენ ხო გვიმტკიცებენ რომ ღარიბები ვართ, არაფერი არ აგვაქვს და ნუ მოკლედ ჩვენ გვიმტკიცებენ რომ ჩვენ მონები უნდა ვიყოთ და მადლიერი უნდა ვიყოთ რომ 1 2 3 დიდარი კაცი ყავს და უყუროთ იმათ პოხონდრიებს. გეთანხმებით, დიახ, მე ზუსტად ეს გავითვალისწინე, როდესაც ვსაუბრობდი, რომ
აი ეს საკითხი პოლიტიკური ორგანიზაციებისა, რომ არ არსებობს მეთქი პოლიტიკურ ველზე პარტიები და პოლიტიკური ორგანიზაციები ნამდვილად ოპოზიციური იქნება თავისი არსით, ხო? იდეურად და საქმეებითაც, ხო? ისინი, რომლებიც ზირთად აი ამ წამყვან ეგრეთ წოდებულ წამყვან ტელევიზიებში რომლებიც ისინი ვიგულისხმენ ზუსტად თორემ ზოგადად ადამიანები და ჯგუფები არსებობენ, რა თქმა უნდა, თქვენი სახით და ჩვენ ხომ ვართ, არა, მაგრამ აქტიურად რომ არ ჩანვართ, რეალურად, ხო ეს ახლა ეს თანამედროვე ვერ ჩანვართ. აი ეპოქის ეს არის სინდრომია, რომ თუ არ ჩანხარ ტელევიზორში, ესე იგი არ არსებობ, ხო? შესაბამისად, აი სირთულები, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. და ამას ქმნის თვითონ ხელისუფლება. გეთანხმებით აბსოლუტურად. ზუსტად მანდა ვარ მეც, რომ ხელისუფლების ნარატივში შედან თავიდან ბოლომდე დღეს არსებული ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები, ის ძველებიც, მათი ინარჩენები იქნება თუ ასე შემდეგ და ისინი ახლებით რომ იქნება, არც ისინი განსხვავდებიან დიდად, იმიტომ რომ ჩანასახშივე ეთყობათ, როგორია მიდგომა სისტემისადმი, რეჟიმისადმი, პრობლემებისადმი, ზოგადად და ასე გუნდურობისადმი და სხვა. უმნიშვნელოვანესი უამრავი საკითხია მოგეხსენებათ პოლიტიკურ ველზე, რაც უქმნის სახეს ამა თუ იმ პერსონასაც და ორგანიზაციასაც, ხო? ამიტომ ზოგადად აი ვითარება არის ძალიან მძიმე, შეიძლება ითქვას. ამიტომ გუშინდელი დღეს ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, რომ ფაქტობრივად მათ წყალი დაასხეს, რაც გუშინ მოხდა, ის ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიების მხრიდან თუ პროტესტანტების მხრიდან, ვინც კი ამას აპროტესტებს. ნებსით თუ უნებლიეთ, ახლა მე არ ვამბობ, რომ ყველა აბსოლუტურად შეგნებულად აკეთებს ამას. წყალს ასხამს ხელისუფლების წესრიგზე. მორჩა, აი ესეთია სურათი, ესეთია ჩემი ხედვა და ვინც მეთანხმება და ვინც არა და ყველას აქვს უფლება თავისი აზრით ხოდეს. ამიტომ ასეთ სიტუაციაში იმდენად დასუსტებულია ეროვნულად მოაზროვნე რეალური ოპოზიციური ძალები, რომ მე ვფიქრობ, რომ საჭირო არის განსაკუთრებული მიდგომა, განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, აზროვნებაც, ანალიზიც როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ამაზე ფიქრობენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ხელშესახები და მნიშვნელოვანი არაფერი არ ხდება პოლიტიკურ ველზე სამწუხაროდ. საქმე რაშია ახლა, ბევრი მწახნაგი აქვს და ძალიან ბევრი ფაქტორი აქვს ამ სიტუაციას. მე კიდევ იმას უბრუნდები, რომ ჩვენ განათლების გარეშე და წიგნის გარეშე, შემეცნების გარეშე და ამ სფეროში კომპეტენტური ადამიანების ყოფნის გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევთ. არა და დღეს საერთოდ არ უნდა გაიხედვა, ყველას აქვს პრეტენზია იმაზე, რომ მას შეუძლია იყოს მასწავლებელი, მას შეუძლია იყოს პედაგოგი, იყოს მეცნიერი, იყოს დოქტორი და ასე შემდეგ და მართოს ინსტიტუტები თუ სხვადასხვა ორგანიზაცია და ატაროს ტრენინგი და გასცეს სერტიფიკატები და აი საშინელება ხდება რა. თავარია იყოს ხელისუფლებასთან კარგ დამოკიდებულებაში და სარგებლობდეს, ვთქვათ, მისი კეთილმოსურნეობით და ეგ არის მნიშვნელოვანი, თორე ვინ არის, რას წარმოადგენს და რამდენად არის კომპეტენტური ამ საკითხში, ამას არც ხელისუფლება და არც სხვა მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები არ უპირდებიან საუბედუროდ. არა და მთავარი რა არის, ნახეთ, ნებისმიერ მოქმედებას იქნება ეს აი ამ პროგრესის გზაზე, დემოკრატიის გზაზე მივყავართ იმასთან, როგორი სახელმწიფო გვინდა გქონდეს, ხო? ნებისმიერ მოქმედებას, რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი. როგორი სახელმწიფო გვინდა ჩვენ? ღირსეული გვინდა, თავისუფალი გვინდა, ინტელექტუალური გვინდა და სამართლებრივი თუ სახელმწიფო, რომელიც მართული იქნება აი ამ კორუმპირებული, იმიტირებული ინსტიტუტებით, ხო? არა გვაქვს ჩვენ რომ არა გვაქვს ინსტიტუტები და რომ არა გვაქვს არაფერი ისეთი საფუძველი და საძირკველი, რაც დემოკრატიულ ქვეყანას ააშენებს, ამიტომ ვართ ამ დღეში აგერ 2 წელიწადია ვიდის ეს ქუჩაში ვართ და პროტესტი მუდმივად, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ვართ ასეთ მდგომარეობაში და სამწუხაროდ თუ საუბედუროდ ჩვენ გვიწევს არჩევანის გაკეთება, მოგვიწევს არჩევანის გაკეთება, რა გვინდა? როგორი სახელმწიფო გვინდა სახელმწიფო, რომელიც დაიცავს თავის ინსტიტუტებს, მათ შორის აკადემიურ ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებს, ხო, მნიშვნელოვანი პრობლემაა ახლა ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა და თუ პირიქით გააუქმებს ცოდნას, წარსულს, აწმყოს, მომავალს, გაანადგურებს ამას ყველაფერს. ანუ ბრძოლას, აი ამ ბრძოლას აქვს უაღრესად აი ეროვნული კონტექსტი, ხო? ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერავით გვერდს. ჩვენ ასაშენებელი გვაქვს სახელმწიფო ეროვნული იდენტობით და სახელმწიფო ინსტიტუტებით, აი ძლიერ, რომელიც საყრდენი იქნება ეს ორი
საფუძველი, ხო? იქნება ეს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი და არც ერთი გვაქვს დღეს და არც მეორე და ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია არც ეს კვირდება, არც მეორე კვირდება, ან კვირდება და ისე ცალკებად და ისე უნიათოდ, რომ არაფერი არ გამოსდით და ფაქტობრივად ვერც ფუთავენ მათ რომ გონიათ. მე მინდა გითხრათ, რომ აი ჩემი დამოკიდებულება უშუალოდ როგორ განათლება გვინდა, იმიტომ რომ გვინდა სახელმწიფო იყოს ძლიერი და აზროვნების გარეშე, განათლების გარეშე ძლიერ სახელმწიფო არ გვექნება არავითარ შემთხვევაში. მე მინდა გავიხსენო ჩვენი პირველი პრეზიდენტის ვიადგამსახურდია მისი დამოკიდებულება ზოგადად როგორი იყო აკადემიური სივრცის მიმართ უნივერსიტეტების და განათლების მიმართ, რომ ის თვლიდა, რომ სწორედ უნივერსიტეტები და განათლება არის ეროვნული თავისუფლების საფუძველი და ამბობდა, რომ ეროვნული თვითშეგნება იწყება სწორედ განათლებითა და მეცნიერებით. რატომ? იმიტომ რომ განათლებული და მეცნიერებით დაკავებული ერი არასდროს არ არის მონა, ისევე როგორც ადამიანი განათლებული ვერ იქნება მონა და შესაბამისად აქავართ, ეს არის ჩვენი ყველაზე სუსტი რგოლი. აი ეს სხვათა შორის ეს წინადადება და ეს მოსაზრება ჩვენი პირველი პრეზიდენტისა პირდაპირ მიემართება დღეს განსაკუთრებულად იმ ვითარებას, რომელიც არსებობს განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გამოვყოფთ მე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებულ პრობლემებს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ ხომ, რაც ხდება, არაერთხელ ყავდათ მოწვეული სტუმარი, არაერთი სტუმარი, რომელიც ამასთან დაკავშირებით საუბრობდა, მეც ამ თვალსაზრისით არ ვიქნები ალბათ გამონაკლისი, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ აკადემიური დაწესებულება, ის გახლავთ ფაქტობრივად კავშირი, ხიდი აფხაზეთთან, სოხუმთან და ეს არის ცოცხალი, რეალური და ინტელექტუალური კავშირი, ხო? ანუ ეს არის ადგილი, სადაც ქართული მეცნიერება ომის და დევნილობის პირობებში გადარჩა ასეთ უმძიმეს ვითარებაში და აკადემიურმა საზოგადოებამ შეინარჩუნა ეს ინტელექტუალური კავშირი აფხაზეთთან, მაშინ როდესაც პოლიტიკური კავშირები ირღვეოდა. ხომ ასეა? შესაბამისად ის რაც ხდება ამ უნივერსიტეტთან მიმართებით, ფაქტობრივად ის მისი ლიკვიდაცია მე მიმაჩნია პირადად ეროვნული მნიშვნელობის ისტორიულ დანაშაულად. ის აუცილებლად უნდა დარჩეს სრულფასოვნად და ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ამისათვის, როგორც საფუძველი სოხუმთან კავშირის, აფხაზეთთან კავშირის, აფხაზეთის დაბრუნების, რადგან სანამდე არსებობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მანამდე არსებობს ცოცხალი კავშირი აფხაზეთთან და არა მხოლოდ ტერიტორიასთან, არამედ მეცნიერებასთან, კულტურასთან, ხალხთან, ადამიანებთან, განათლებულ საზოგადოებასთან. დიახ, აი ამიტომ მე მიმაჩნია პირადად, რომ დღეს ძალიან ბევრ სახელმწიფო უნივერსიტეტში შედის ხელისუფლება უშუალოდ, აარსებს სხვადასხვა ორგანიზაციას, ხელისუფლების პირველი პირები შედიან, ვიცე-სპიკერი იქნება თუ პარლამენტის თავმჯდომარე იქნება თუ პრემიერ-მინისტრი იქნება, რა მნიშვნელობა აქვს ამას, ხომ ვინ შევა? როდესაც ქართული ოცნების ლიდერშიპიდან ვიღაც შედის და აარსებს, თუნდაც სოხუმის უნივერსიტეტში იქნება ეს, თუ ბათუმის უნივერსიტეტი იქნება, თუ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი იქნება, სხვადასხვა ორგანიზაციას ეს პირდაპირ ნიშნავს ნეგატიურ ინტერვენციას, ნეგატიურ სიმგაგებით, რომ იქ უნივერსიტეტის აყვავების და აკადემიური სივრცის გაუმჯობესების მიზნით არავინ არ შედის, იქ ყველა შედის ამ თვალსაზრისით პირადი მიზნებისთვის, რომ გააკონტროლოს ინფორმაცია, პროპაგანდა და საზოგადოებრივ აზრზე მოახდინოს ზეწოლა. და შესაბამისად ეს უკვე აღარ არის ბატონო ბახში მხოლოდ აკადემიური სივრცის ავტონომიურობის დაკარგვა, ხო? ამით არ ზიანდება მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობა, აქ ზიანდება ეროვნული ინტერესები, ვეთანხმებით, ხო? და შესაბამისად ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთად. რა თქმა უნდა, რთულია, დასაწყისშიც ეს ვთქვი, ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ და არ უნდა დავუმალოთ ეს ფაქტები და სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინ შედის აკადემიურ სივრცეში? აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანები. ვინ ატარებს სამეცნიერო კონფერენციას? არ აქვს სტატუსი შესაბამისი, არ აქვს შესაბამისი გამოცდილება და ბოლოს მე მინდა მიმართო ჩვენს მოქალაქეებს. ადამიანებო, წარსულს არ აქვს მნიშვნელობა? ადამიანის წარსულს, პოლიტიკოსის წარსულს მნიშვნელობა არ აქვს? თქვენ და მეცნიერის წარსულს მნიშვნელობა არ აქვს ბატონო ბახში? ვინ შედის ინსტიტუტში, უნივერსიტეტში, ახალგაზრდებთან, ვინ ურთიერთობს, ამას მნიშვნელობა არ აქვს? თუ ჩვენ წარსულს დავკარგავთ, აი ამ წარსულზე აკეთებდა აქცენტს თავის დროზე ილია ჭავჭავაძეს და ყველა დიდი მოღვაწე, ზვიად გამსახურდია, მერაბ პოსტავა და ყველანი აბსოლუტურად, ვისაც ვაკეთებთ სწორებას ბოლოს და ბოლოს, ხო? დიდი სამით რომ აღნიშნეთ გუშინ და ყველას პირზე აკერა ზვიადი და მერაბი.
ხელად არ ვახსენეთ ოკუპაცია, არ ვახსენეთ ოკუპანტი, არ ვახსენეთ თავდადებული მაგას ვამბობ ზუსტად რომ აი ესეთი ქაოსური იყო და ძალიან დომხალი იყო გუშინდელი დღე ფაქტობრივად. არეული ერთმანეთში ტყუილ მართალი, რაც ახარებს ოკუპანტს, მტერს და ამას აკეთებს ერთად აი ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ეგრეთ წოდებული ოპოზიცია საუბედუროდ. შეიძლება ჩაგერთოთ? ესე იგი ძალიან კარგია რომ თქვენ აი ესე გამოკვეთილად განათლებაზე დაიწყეთ საუბარი და აქ ყველაზე მთავარი ის არის რომ სისტემა განათლების არ არის დამოუკიდებელი რომ უნდა იყოს და არ არის მთავრობა ერევა არა მარტო ჯგუფებზე რაღაცას ქნევს ესე იგი არც ერთი თანამდებობის პირი იქ არ ინიშნება მთავრობის რჩევის წყალებში გარეშე ახლა ეს რეფორმა რომელიც გაერთიანება და ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, რაღაც გაუგებარი პროცესები და მე რისი თქმა მინდა იცით? ესე იგი მე ვფიქრობ და ბევრჯერ ეს თქვი სხვადასხვა გადაცემაში, რომ ეს მთავრობა პირიქით დაინტერესებულია, რომ ხალხი არ იყოს განათლებული. რა თქმა უნდა. გაუნათლებელი ხალხის მართვა არის უფრო ადვილი. ამათ აქ ინტერესი რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ და მოისყიდეს ინტელიგენციის პატარა ნაწილი, რომელიც აშკარად ინტელექტუალურად მაღალ დონეზე დგანან და რო ვკითხულობ მაგათ პოსტებს და მაგათ გამოსვლებს უყურებ, გაოცებული ვარ. მე ახლახან ვთქვი და კიდე გამეორებ, აი ის რაც გააკეთა, ის რაც იკადრა ბატონმა ბიძინამ აი თავის ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მოატაცია სადღაც რაღაც მაქინაციებით ქურდების ჩართვით მოაყანინა აქ თავის ჯიბის მოსამართლეს მიასჯევინა 11 წელი მერე თავისი ასე ვთქვათ ინტერესი გაისწორა და მეორე დღესვე გაანთავისუფლა თანაც არც სასამართლოს შეაწუხა ბჭყალებში არც პრეზიდენტს თხოვა რომ შეწყალება არა უბრალოდ რას ნიშნავს ეს ქალბატონო ხანია ეს ხო ნიშნავს იმას რომ აი მე ვარ თქვენი ბატონი თქვენ არავინ არაფერს არ გეკითხებათ და აი ასეთნაირად უნდა მივიღოთ მე და ამას მთელი ჩვენი ინტელიგენციის ნაწილი ესე იგი იწონებს და არანაირი გუნდრობს უკმებს მე არ მომისმენია ეთახმებით ბატონო ვახში თქვენ გახსოვთ ალბათ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ ჩემი ბიოგრაფია და წარსული მე არამხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას ვაკრიტიკებ არც არ მომწონს იმაში რაც მოვიდნენ იმის შემდეგ ვაკრიტიკებ მანამდე ხო ახლა სააკაშვილზე ახლა სააკაშვილის ხელისუფლებაზე მე აღარ ვლაპარაკობ იმიტომ რომ მანამდე მას ვაკრიტიკებდით და ვებრძოდით კიდეც და ქუჩაში გამოვდიოდით და მას ვიღებს ჩემი პოლიტიკური საქმიანობა სწორედ მაქედან დაიწყო 2007 წლიდან ფაქტობრივად რაც არ მომწონდა ვამბობდი წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც ანუ ჩვენ ჭირდება უპირველეს ყოვლისა და არ აყავს საუბედურო და იმ ინტელიგენციაშიც ადამიანები რომლებიც პირად ინტერესებზე მაღლა დააყენებენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს საუბედუროდ ეს არის ჩვენი რეალობა ამიტომ არა გვაქვს ჩვენც ის ინსტიტუტები საიდან გექნებათ ინსტიტუტები არ არის მოთხოვნა პოლიტიკოსზე არ არის მოთხოვნა სუფთა ადამიანზე არ არის მოთხოვნა უკომპრომატო ადამიანზე არ არის მოთხოვნა წესიერ ქალსა და კაცზე არ არის მოთხოვნა გამოცდილ ადამიანზე ვისაც შეუძლია ბრძოლა ვინც მამაცი არ არის მოთხოვნა პირიქით ასეთ ადამიანებს გვმალავენ, აგერ კი ხედავთ რა დღეში ვართ ხო, რომ მაქსიმალურად ცდილობენ რომ არ გამოჩნდეთ და თუ რამის გაკეთებას დავიწყებთ, წამოვიწყებთ, მაშინვე ცდილობენ რომ აი რაღაცა ისეთი უარყოფითი აურა გამოვუშვან რაღაც არ ვიცი იგონებენ რაღაც 1000 სისულელეს, ანი დები წაგვართვან ამაზე მუშაობენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ნუ რომ დაგვაიგნორონ და დაგმალონ ხო საერთოდ. აი ეს ამ ბოროტება მართავს დღეს ქვეყანას. დაუფლებული არის ბოროტი სული ფაქტობრივად ბოგინობს საქართველოში დღეს საუბედუროდ და სამწუხაროდ და რა ვიცი აი სატირალია სასაცილო რო არ იყოს თუ პირიქით სასაცილოა სატირალი რო არ იყოს აი ამ ვითარებაში ვართ სამწუხაროდ თქვენ ბძანეთ ის ნაწილი ეს ვითომ ინტელექტუალური ნაწილი ხო რომელიც არის დაბნელებული რომ აქვს გონება ეს ერთი მხრივ ეს ხალხი არის დღევანდელი ხელისუფლების მომხრე და მეორე ისინი ვინც ვერასოდეს ვერ ეხირსებოდნენ ვერაფერს რომ არა მონური მორჩილება. ის ადამიანები, ვისაც არ შეუძლია და არ სურთ ობიექტურ კონკურენციაში შესვლა, იმიტომ რომ არ აქვს ამის რესურსი, მაგრამ სამშობლოს გაყიდვით, სამშობლოს ინტერესების გაყიდვით
და ხელისუფლებისადმი მონობით აღწევენ ყველაფერს. აი ასეთია დღეს საუბედუროთ ვითარება. თუ კი გვინდა რომ ასეთ საქართველოში ვიცხოვროთ და ვიყოთ, კი ბატონო, გაქვთ და იყავით, რას ერჩით, შვილებს რას ერჩით უბრალოდ. აი მე მაგალითად ვამბობ ხოლმე, არ უყვარს დღევანდელი საზოგადოების ხალხის დიდი ნაწილის. არ უყვარს საკუთარი შთამომავალი. არ არის მხოლოდ საქმე ბატონო ვახში, მე მესმის რომ მიდიან ტოვებენ ქვეყანას იძულებული არიან რომ გამოყვებონ და ასე შემდეგ, ხო? პირველადი საჭიროებები არა გვაქვს საჭმელი არა გვაქვს, სასმელი არა გვაქვს, განათლებისთვის წიგნი არა აქვს, ეული არა აქვს, დასაცმელი არა აქვს და პირველი ეს არის მე მესმის, მაგრამ რა გვინდა ისე დაყურებული საზოგადოება ჩვენ რომელიც დაანგრევს საკუთარ წარსულს, აწყვოს მომავალს და გაუნათლებელი იქნება და მუდმივად აი ასეთ ვითარებაში შეაჩერდება დღეს არსებულ ხელისუფლებას მათ მაგვარს. ეს ხო კარს არაფერს არ მოგვიტანს, ხო ვიცით არა, მე პირადად არაფერი არ გამიკეთებია 12 წელი პარტიის თავმჯდომარე ვიყავი, რა გავაკეთე? დივიდენდები მივიღე რამე, ხელფასი მქონდა, ფულს მაძლევდა ვინმე, გრანტები მქონდა, თუ რა? მე უანგაროდ მიყვარს ჩემი სამშობლო, ვიბრძვი და მუდმივად ვიბრძოლებ. იქიდან გამომდინარე რაც შემიძლია. და დღეს ჩემთვის ეს არის განათლება ეს სფერო და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ის გამოცდილება რაც მე მაქვს გადავცე მომავალ თაობას. მე ვიცი რომ თქვენ ახლა მოღვაწეობთ ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში, მერმისი რო ქვია. არა, ეს მეორეა, მერმისი მეორეა და ინფორმაციული ტექნოლოგიის დიახ. ორივეგან ხო? ორივეგანა ვარ დიახ. ხო, აი, იმიტომ ახლა თაცე დაკავებული. დიახ. ხანი ხათ. რა ხნა, დავა თუ რას ასწავლეთ? არის ასეთი მოდული კომუნიკაცია ქართულ ენაზე, ინტეგრირებული ჯგუფები არის, ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ამთავრებენ 10 კლასს და შემდეგ პროფესიას ირჩევენ. აი, მათთან მიწევს ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულების და სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებთან, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც და სრულწლოვნებიც. და საინტერესოა ზოგადად იმ თვალსაზრისით, რომ მრავალფეროვანია და მაქვს შესაძლებლობა რომ როგორც გითხარით, ჩემი გამოცდილება გაუზიარო, მაგრამ მე რასაც ხედავ რეალურად და ვაწყდები იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს ქვეყანაში, უმძიმეს მდგომარეობაში არიან ჩვენი ახალგაზრდები ბატონო ვახში. აი ვისთანაც თქვენ ფიზიკურად, ფინანსურად, მორალურად, ფსიქოლოგიურად, დიახ, მრავალფეროვან ჯგუფებთან. მრავალ მხრივ ასე ვთქვათ, მრავალფეროვნებას ვამბობ, არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, ხო? ყველანაირად, ახლა სიღარიბე რომ არის ქვეყანაში და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი რომ როგორც ჩვენ ხომ მოწინავე ქვეყანა ვართ ეკონომიკის განვითარების. დიახ, რაზეა საუბარი, ხო? ეს ხო ყველაფერი არის ტყუილი, რასაც ამბობს ის დღევანდელი ეგრეთ წოდებული პრემიერი, რომ თითქოს სიღარიბე დაძლია და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ სიკვდილიანობა სჭარბობს შობადობას, უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს. ფაქტობრივად ყოველი ოფიციალურად ყოველი მეშვიდე მერვე ადამიანი არის ბავშვი, ახალგაზრდა არის უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 9 მილიონზე მეტი, ეს სტატისტიკაა ოფიციალური, ქალი და ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს. არ აქვს სრულფასოვანი კვება, ვერ იღებს სრულფასოვან განათლებას და სრულფასოვან კვებას რომ ვერ იღებ და განათლებას რომ ვერ იღებ, ვიღახარ მე, ხო? ფაქტობრივად ჩვენ ვანადგურებთ შეგნებულად ხელისუფლება და მათთან დაახლოებული პირები პირველ რიგში და ასევე ეს ვითომ ოპოზიციაც მათთან ერთად, ესენი ნაკლებად არ აფუჭებენ საქმეს მომავალს ქვეყანას. ჩვენ ვინ ვიქნებით 20-30 წლის შემდეგ ასეთ ვითარებაში, რაც აქვს დღეს, ხო? ეს არის ეროვნული მნიშვნელობის დანაშაული, რაც ახლა ხდება ამ ვითარებაში საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ფაქტობრივად 2024 წლის მონაცემებია 5000 ერთეულით სჭარბობს სიკვდილიანობა შობადობას. წლიური ხო? დიახ. ეს ყოველწლიურად თან იმატებს. ეს 2024 წლის მონაცემია და ბოლო 2 წლის განმავლობაში რომ ეს გაიზარდა და უამრავი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან კიდევ და გარბის და ამის ხარჯზე შეამცირეს თურმე სიღარიბე, რომელი სიღარიბის შემცირებაზეა საუბარი, ჩვენ ხომ ჩვენი თვალით ვუყურებთ ყველაფერს, რა ხდება რა? მე მაქვს უშუალოდ ახალგაზრდებთან ურთიერთობა და ფაქტობრივად მაგათი სტატისტიკით ისევ 40%-მდე ახალგაზრდებისა, ბავშვებისა სკოლის პერიოდში საკვებს ვერ იღებს. ბატონო ვახში. ანუ სადღაც 2-3 საათამდე მშივრები არის. აი ესეთია საუბედუროდ დღევანდელი რეალობა და ამ დროს რეალურ მებრძოლ ხალხს უკეტავენ გზას
ტელევიზიების აბსოლუტურად იგნორირებული ვართ, არ გვიწვევენ, ხმას ჩვენი ხმა არ ისმის საერთოდ და რა ვიცი, ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, როგორც ბოროტი დედინაცვალი ყონკია, სუსტად ისე გვექცევიან ხელისუფლება და ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ტელევიზიები. ხო, გასაგებია, ამიტომ ყავს გაუნათლებელი პრეზიდენტი, ამიტომ ყავს ეგერი ნარკობიზნესის წარმომადგენლის მიერ მოყვანილი და დასმული პატრიარქი, იცით ხო? დაიჭირეს ის კაცი. ვიცი. საუბედუროდ. იცით და ის კაცი იყო რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ჩვენი უწმინდესის დასაფლავებაზე. ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავთ, ვართ დადუმებულ მდგომარეობაში და ასე შემდეგ. ნუ არ ვიცი, ფარისევლობის ზეიმი რომ არის ქვეყანაში და ზენიტში ეს ყველაფერი ახლა ამაზე საუბარი კიდე შორს წაგვიყვანს და ჩვენ რომ არა ვართ ქრისტიანები და წარმართებიც აღარა ვართ, მე მგონი და ვინ ვართ საერთოდ. აი ვერ გავიგე რა უმძიმესი მდგომარეობა და უმძიმესი ვითარებაა და ახლა მე რა შემიძლია პირადად ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ერთ ქალს მაქსიმალური ვაკეთებ მთელი ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში იმის წინ რაც იყო იმას რომ თავი დავანებო ჯერ როგორც ქალთა პარტიის თავმჯდომარე ხელმძღვანელმა ჩემი მოქმედებები, ჩემი საუბრით და ასე შემდეგ ეს იმედია ბევრს ახსოვს და დღესაც აი ამ ორგანიზაციით ქალები განათლებისა და დემოკრატიისათვის მაქსიმალურად ვცდილობ რომ განათლებისა და კულტურის მიმართულებით ბევრი გავაკეთოთ და აი თუ კი მექნება კიდე რამდენიმე წუთით შესაძლებლობა რომ ვისაუბრებ მომავალ გეგმებთან დაკავშირებით რაც გვაქვს თქვენ რა თქმა უნდა და მე რა მინდა გითხრათ ჩვენთან აქ არის ბატონი თემურ ჩილაჩავა აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორი ნუ დოქტორი რა თქმა უნდა აკადემიის პრეზიდენტი აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ის აქ ჩვენთან პასუხისმგებელია ჯერ ერთი აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქებაზე და პლუს ესე იგი მეცნიერებაზე და აი ძალიან კარგი იქნებოდა თქვენი ალიანსი ამ მიმართულებით რომ ჩვენ მეცნიერთა კონგრესი რა თქმა უნდა ამას ვაქცევთ ყურადღებას აი თქვენ რო თქვით მორალის პრობლემები რო გვაქვს და საერთოდ არაფერი არ აინტერესებს და რომ კომპრომენტირებული ხალხი მოყვართ ხელისუფლებაში და ეშინიათ სუფთა და გაუსწრელი ხალხის და კომპრომატო ადამიანების ყოველი მეორე თუ 3-დან 2 პრემიერ-მინისტრი ციხეშია და მინისტრების უმრავლესობა ასეთი და წესიერად რომ მიუდგეთ ყველანი ჩასასმელია ციხეში და ეს პარლამენტი რომელიც ხელს უწევს და ერთი კაციც არ აღმოჩნდა რომელიც წინააღმდეგე იქნებოდა აი იმ პუნქტის როდესაც ტროტუარზე დგომისათვის კაც ჯარიმა და ციხეში აი ასეთი ნუ რა ვიცი რა ვთქვა ესე ძალიან ამორალური ხელისუფლება შეგვეკრა უმძიმესი ვითარება უმძიმესი ჩვენ მეცნიერთა კონგრესმა დავამუშავეთ და რამოდენიმე გადაცემა მიუძღვენით აი იმ 10 კრიტერიუმს რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პოლიტიკური მოღვაწე ნებისმიერი იმიტომ რომ ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწე ოცნებობს გახდეს პირველი ლიდერი და ის პირველი ლიდერი რო გახდება იმას თუ არ აქვს ის 10 თვისება და მათ შორის ჩვენი პატიოსნება გვაქვს დაწერილი ის რომ არასოდეს არ გასწრილა კორუფციაში და ნეპოტიზმში ის რომ მას ლიდერის თვისებები უნდა ქონდეს და ეს მეცნიერულად არის დამტკიცებული ის რომ ის ფსიქიკურად ნორმალური უნდა იყოს რომ ის რეპუტაცია უნდა იყოს მაღალ დონეზე რომ იმას შესაბამისი გამოცდილება 1-20 წელი მაინც უნდა იმოღვაწეოს საზოგადოების წინაშე და საზოგადოებამ იცოდეს რანაირი კაცია ეს და როგორ სიტუაციაში როგორ ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს ყველაფერი და თავარია ჩვენ ამისი განხორციელების მექანიზმები შევძლოთ და დავამუშავოთ. ასე რომ ის რომ თქვენ აი ასე თამამად გამოდიხართ და ლაპარაკობთ იმას რასაც ლაპარაკობთ მეც ამის მომხრე ვარ. ჩვენ როგორმე საზოგადოების ფართო მასებს უნდა ვასწავლოთ რა არის სიმართლე და რა არის სიმართლის გაგება. არ შეიძლება ყოველთვის ვიყოთ აი ამ სიცრუეში და სიყალბეში. მთელი ჩემი ცხოვრება ბატონო ვახში სიმართლის მსახურებას მოვანდომე მე და აი თუ რამე მძულს ამ ქვეყნად სწორედ ეს არის უსამართლობა და ტყუილი. ამიტომ როდესაც მე ვხედავ რომ ვინმე იმდენად
გატუტუცდა უკაცრავად ამ გამოთქმაზე რომ ისე შორს უნდა წასვლა თაღლითს კორუმპირებულს, არასწორ, ამორალურ ადამიანს, რომ აზიანებს ჩემი ქვეყნის ინტერესებს, მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავჩუმდები. ხომ ვარ მართალი, ხომ მე თანხმებით ამაში. ხომ უნდა ვთქვათ და ვამხილოთ ასეთი ადამიანები. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში წინ ვერ წავალთ. თუ ესენი წავლენ წინ და თაღლითები დაიკავებენ ჩვენს ადგილს, მე რა დაემართება ქვეყანას? აი რაც ემართება ახლა სწორედ ის. ამიტომ ჩვენ დავასრულებ გველალება ის ყველას გურამიშვილისეული თეზა და სწავლება რომ ავს თუ არ უწოდე კარგ სახელად რა დავარქო. ავკაც როგორ უნდა უწოდოთ კარგი და როგორ უნდა უწოდოთ მართალი. ხო ვინც არ არის კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერატო. გურამიშვილმა გვასწავლა ეს. და სხვათა შორის ერთმა ადამიანმა, როდესაც მე ესეთი კონკრეტული არსებობს ერთი კონკრეტული ჯგუფი და ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სწორედ ესე თაღლითურად მოიპოვონ გავლენები და ასე შემდეგ და არ ვჩუმდები მე მართთან მიმართებაში და როდესაც ხშირად ვიმეორებ რომ ესენი ასეთები არიან და მე ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი მაქვს ხალხო როგორ შეიძლება ამათი წინ წაწევა არ შეიძლება ხალხო ესენი საერო და საქვეყნო საქმეს აფუჭებენ ტოქსიკური მიწოდა ერთმა მაღალ ჩინოსანმა ამის გამო მე მიწოდა ტოქსიკური იმის გამო რომ სიმართლეს ლაპარაკობ რატომ იმიტომ რომ იმ შაუბნელი საქმეები თვითონ დიდრდებიან მე თქვენ კარგად გზავნით ხო პრემიერ-მინისტრი როგორ ყოლება ესეთი მექრთამე და ესეთი კორუმპირებული ხო სხვა რაღაც იზამს რა ქვედა ეშელონები რაღაც იზამენ მე არ აწყობთ ამათ გახმაურება ბუნებრივია იმიტომ რომ ყველამდე არიან ამ უმსგავსობაში ამორალურ საქმიანობაში და რა თქმა უნდა მართალი ადამიანები მათი თავის ტკივილია და ეხლა რა შეეხება აი ამ საკითხს სადაც მე მინდოდა საუბარი ორეოდე სიტყვით მე მინდა მიუხედავად ამ ძიმე მდგომარეობისა აი სწორედ ეს მინდა უთხრა ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მაყურებელს რომ მიუხედავად ამ ძიმე მდგომარეობისა მე არა ვარ პესიმისტურად მაინც განწყობილი და რატომ სანამ ცოცხალია ქართველი სანამ ვარსებობთ უნდა გავაკეთოთ საქვეყნო საქმე, რაც გვევალება, რაც შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ჩემთვის ეს სფერო, როგორც უკვე გითხარით, არის განათლება და კულტურა. შესაბამისად, საქმიანობა ამ სფეროში გავცდი მხოლოდ აი ამ პროფესიულ საქმიანობას, რასაც ქვია, სწავლება ხო, კოლეჯებში გითხარით, როგორც ფილოლოგიურ საქმიანობ, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ქალები განათლებისა და დემოკრატიისათვის დაკავებული ვართ ასევე არა მხოლოდ საგანმანათლებლო, ასევე კულტურული საქმიანობით ერთობლივად ეს ერთად არის მოგეხსენებათ განათლება და კულტურა და ერთ-ერთი ასეთი პროექტი გახლავთ სწორედ ნიკა ემხარის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო კონკურს ფესტივალი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ყოველწლიურად 2024 წლიდან მესამედ ჩავატარებთ შემოდგომაზე 2026 წელს და ამჯერად უკვე გვაქვს სიახლე ბატონო ვახში სიახლე გახლავთ ის რომ ჩვენ ფაქტობრივად ახალ პლატფორმას ვაყალიბებთ ახალ ინტელექტუალურ კულტურულ ეკოსისტემას სადაც ნიკა სახელობის ხელოვნების საერთაშორისო კონკურს ფესტივალთან ერთად ჩვენ გვექნება ასევე საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია მეცნიერებისა და ხელოვნების დიალოგი საიდან მოვიდა მეცნიერების და ხელოვნების დიალოგის აი ამ სახელწოდებით კონფერენციის მოკლედ ვიტყვი ამის თქვა დაფუძნების იდეა რა თქმა უნდა ისევ და ისევ ნიკა სახელობის ფესტივალიდან აი ამ ორი წლის გამოცდილებამ ჩვენ მოგცა მის გაანალიზებამ შედეგებისა მოგცა იმის დაგვეყენა აუცილებლობის წინაშე რომ საჭიროა იყოს დიალოგი მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის. კერძოდ, ჩვენი მიზანი რა არის? ეს არ არის განსხვავებული ერთმანეთისგან გამიჯნული ორი ღონისძიება. პირიქით, ეს ორი, ასე ვთქვათ, ღონისძიება, ორი მიმართულება, თქო, პრაქტიკული სახელოვნებო, სადაც ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები საკუთარ შესაძლებლობებს შემოქმედებით წარმოაჩენენ და ინტელექტუალური, ასე ვთქვათ, სადაც ცოდნა და კულტურა იქნება კვლევის სფეროში გადასული, ხო? იგივე ენერგია, რაც არის, იქნება ფესტივალში, არის და იქნება მომავალში, იგივე ენერგია გარდაიქმნება კვლევის სახით და ჩამოყალიბებული იქნება უკვე მეცნიერული მიმართულებით აი ამ კონფერენციაში მეცნიერებისა და ხელოვნების დიალოგი რომ ქვია. ანუ მიზანი ჩვენი არის უპირველეს ყოვლისა მეცნიერებისა და ხელოვნების გადაკვეთის წერტილში ახალი კვლევითი სივრცის შექმნა, ასევე ჩვენი მიზანი
ძალიან არის თანამედროვე თემებზე აკადემიური დიალოგის გაღრმავება და რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურულ სივრცეში ინტერდისციპლინური აზროვნების გაძლიერება. და ამ ყველაფერს ჩვენ უკავშირებთ, ეს ყველაფერი ეფუძნება ბუნებრივია აი იმ ისტორიულ მეხსიერებას, რომელიც დაკავშირებულია აფხაზეთთან და არა მხოლოდ ისტორიულ მეხსიერებას, ინტელექტუალურ პასუხისმგებლობას და კულტურულ აქტიურობას და კულტურულ შემეცნებას. და აი ამ ერთობლიობას ქმნის სწორედ აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხი და შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენ ამ კონფერენციას ვარქმევთ მეცნიერების და ხელოვნების დიალოგი, რომელზეც ქვიათ არძაყან ემხვარის სახელს. არძაყან ემხვარი დიდი პიროვნება გახდათ, ისტორიული პიროვნება, რომელიც მოგეხსენება თქვენ დაკავშირებული არის აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციის საკითხთან და ახლა შორს აღარ წავალ ამასთან მიმართებაში, უაღრესად მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ეროვნული, მებრძოლი და ძალიან საინტერესო და ჩვენ გვინდა რომ ეს მეცნიერებითი საკითხი, შემეცნებითი საკითხი და არა მხოლოდ ის კულტურული საკითხები დაკავშირებული იყოს, გადიოდეს ამ პიროვნებაზე და ეს პიროვნება და არძაყანის სახელი ფაქტობრივად სიმბოლურად დაკავშირებული იქნება იმ დიალოგთან, რომელსაც ამ კონფერენციაში შექმნის ცოდნა, კულტურა და საზოგადოებრივი აზრი. აი გამთლიანდება და ეს არ იქნება მხოლოდ მემორიალური ჟესტი, ასე რომ ვთქვათ, ამ ადამიანის სახელი დაკავშირებულია კონცეპტუალურად, ანუ აქცენტირებული არის იმასთან, რომ კულტურულ მემკვიდრეობას შეუძლია მოგცეს ინსპირაცია როგორც მეცნიერული კვლევებისა, თანამედროვე კვლევებისა, ასევე შემოქმედებითი აზროვნებისა და პროცესებისა. აი ესეთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაპირებთ, ჩაუყაროთ საფუძველი, უკვე გავზარდოთ, დიახ, მომავალში და ეს ერთიანი კულტურული ინტელექტუალური ეკოსისტემა შევთავაზოთ ამ ორი ღონისძიების სახით, ნიკა ემხვარის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო კონკურს ფესტივალი და არძაყან ემხვარის სახელობის ინტერდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მეცნიერებისა და ხელოვნების დიალოგი. ჩვენ დიდი ხანი ამაზე ვფიქრობდით, დაახლოებით 1 წლის წინ, ჩვენ სოხუმის უნივერსიტეტშიც გახდით ამასთან დაკავშირებით ამ თემაზე სასაუბროთ და ძალიან გაიხარდათ კიდეც ახლა ცოდვარად მინდა გავუხარდათ მის რექტორსაც და კანცლერსაც. ეს მაშინ როცა ხონელიძე იყო? არა, ახლანდელს, მაგრამ ეს მანამდე ხდებოდა, სანამ ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა დაიწყო და გამოშიგნავდნენ უნივერსიტეტს და ვაპირებდით მომავალში, მაგრამ იქ ამჟამად უკვე შესულია, უკვე ხელისუფლება შევიდა სულ სხვა პროექტით, თითქოს აი იმ გამო რომ აი უნდათ რომ ჩვენ შეგვიშალოთ ხელი და ჩვენ არ ჩავატაროთ მსგავსი პროექტები, იქ დააფუძნეს ეგრეთ წოდებული სამშვიდობო სწავლების ცენტრი და აი სწორედ ის ადამიანები თქვა შემთხვევითი ადამიანები არაკომპეტენტურებს რომ ახსენებდი, ზუსტად ასეთი ხალხი დანიშნა ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალ ჩინოსთან და შეიყვანა, ვითომ მშვიდობას რომ ქადაგებენა სინამდვილეში კი ვიცით როგორი მშვიდობაც აქვს ქვეყანაში და რა ხდება და ფაქტობრივად ამით ხელი შემიშალეს, ცდილობენ რომ ხელი შემიშალონ მაქსიმალურად, მაგრამ სიმართლე გითხრათ რომ მეც აღარ მინდა იქ მისვლა და ამ ღონისძიების იქ ჩატარება, რადგან ფაქტობრივად სოხუმის უნივერსიტეტი აღარ არსებობს. რომელიც მეცნიერებისა და ხელოვნების დიალოგზეა საუბარი, თუმცა უნივერსიტეტი აღარ არსებობს, ფაკულტეტები აღარ არსებობს, სპეციალობები აღარ არსებობს და მიღება არ აქვს საერთოდ. თქვენ აფხაზეთის ტოლმილობაში მყოფი ხელისუფლებასთან რამე ჰქონდათ ურთიერთობა? მათთან თანამშრომლობთ. თანამშრომლობთ. შეძლების დაგვარად, ეხლა იქაც არიან, რა თქმა უნდა, კარგი ადამიანები, ყველას ერთი ხელის მოსმით, რა თქმა უნდა, გავატან წყალს, არიან ადამიანები, რომელთაც ესმით ამგვარი ღონისძიებების აუცილებლობა, ასევე ვერ გადაუვიდნენ ფაქტობრივად, ალბათ აქ ნიკას ფაქტორი, ნიკა ემხვარის მისი წინაპრების და მისი ოჯახის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და უკვე ხვდებიან, რომ აუცილებელია პატივი მივაგოთ. არა მხოლოდ ნიკას ხსოვნასაც, მის შემოქმედებას უნიჭერესი ადამიანი იყო და მისი სახელის ხსენებით და მისი სახელის უკვდავებით ჩვენ აფხაზურ თემას და აფხაზეთს უკვდავყოფ ხომაცი არა და ამას ხვდებიან და საბედნიეროდ არიან ესეთი ადამიანები. აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრთანაც მქონდა ურთიერთობა და მომავალშიც ალბათ შეძლების დაგვარად დაგვეხმარებიან როგორც შეძლებენ. თქვენც მოგეხსენებათ რომ მხოლოდ კონკრეტული პიროვნებები ვერ წყვეტენ, აქ არის მთელი ჯგუფები მათ უკან და მხოლოდ მათცეც არ არის დამოკიდებული. ეხლა მე არ ვცდილობ არავის დაცვას და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობა რაც არის მოგეხსენებათ, ხო?
კონკრეტული ადამიანებისთვის გადაწყვეტილების მიღება არ არის მთლად მარტივი და თუ კი მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ იქნება შეთანხმებული ზემოთ, მე შეიძლება თანამდებობის ფასადაც დაუჭდეთ ეს ყველაფერი. ზოგადად რთულად არის ვითარება, მაგრამ ჩვენ მაინც არ ყვეთ ფარხმალს და აი რაც მოგახსენეთ ეს ყველაფერი სწორედ აი ამ ბრძოლის რთული, მაგრამ შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნო ამავე დროს ბრძოლის ნაწილია, რადგან ჩვენ შედეგებზე გავდივართ. და ყოველთვის გავალთ მომავალშიც. რაც არ უნდა ეცადონ, რომ იდეები მოგპარონ, ვიღაცა სხვას მისცენ, იქ უნივერსიტეტის სივრცე დაიკავონ, რომ არ მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩავატაროთ. არიციან ბატონო ბახში, ვისთან აქვს საქმე, ცუდად მიცნობენ. ამიტომ მინდა უთხრა ყველას და დავამშვიდო, რომ მე საქვეყნო საქმის გაკეთებაში ვერავინ ვერ შემიშლის ხელს და ყველანაირად ვეცდები, რომ გავაკეთო ის, რასაც საჭიროდ ვთვლი და არ გამოვოთ არაფერი ჩემს მტრებს. ეს მინდა იცოდეს ყველა, ვინც უმიზეზოდ მდევნის და ცდილობს, რომ ჩამოაშოროს ისეთ იმ სისტემას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განათლება და კულტურა ჰქვია. დიდებულია, მე შემიძლია დავამატო, რომ ქალბატონ ხათუნა მაჭავარიანს ყოველთვის ექნება მეცნიერთა კონგრესის მხარდაჭერა და ქართული ტევეს ასევე მხარდაჭერა. საერთოდ კარგი იქნება, მე ადრეც სხვათა შორის შემოგთავაზე თქვენ აქ უნდა გქონდეთ საავტორო გადაცემა კვირაში ერთხელ მოგვიდეთ და თქვენი თუ გამონახავთ დროს და საშუალებას თუ არა და ასე ეპიზოდურად ჩემთან განსაკუთრებით აი თემურ ჩილაჩოვასთან მის გაგაცნობთ აუცილებლად მე დავაკონტაქტები ბატონ თემურს დიაკვაშილავა ჩვენთან არის აი მეცნიერების კორიფეები არიან ესენი დიდი ავტორიტეტით საერთაშორისო ავტორიტეტით და ესენი არიან სწორედ ის ადამიანები რომლებიც რეალობას აღიქვამენ სწორად და ის რაც არ მოსწონთ მას ღიად ამბობენ ეს ის ინტელიგენცია არ არის რომელიც ცდილობს ვიღაცის ესე იგი ხელისუფლების გარემ ორიოდ უკაცრავად ორიოდეს სიტყვით ვიტყვი იმასაც რომ მე პრაქტიკით მივედი ეხამდე რომ საჭიროა ამ ტიპის ღონისძიებები აი ესეთი ტიპის მეცნიერების სახელოვნების გადაკვეთის წერტილებში კვლევის გაძლიერება და აი ეს დიალოგი რასაც ქვია პრაქტიკა მე მიყვანა მე როდესაც ვასწავლე პროფესიულ კოლეჯებში მაგალითად მყავს გრაფიკული დიზაინის ჯგუფი მეთოდოლოგიას ვცვლი და რაღაც სიახლეებს ვეძებ ბუნებრივია ხო გამრავალფეროვნად პროცესი და აი ციფრული ინტერპრეტაციის ესეთი მეთოდი ახლა ეს არ არის რაღაც ესეთი სიახლე რასაც სხვა არ იყენებს მაგრამ ჩვენ შემთხვევაში აი კოლეჯში მე დამნერგე ეს და ძალიან კარგად გამოგვივიდა და ამ ციფრულმა ინტერპრეტაციამ და ლიტერატურული ნაწარმოებების ინტერპრეტაციამ გამოყენება სხვადასხვა საშუალების მათ შორის ხელოვნური ინტელექტის და არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ხო გრაფიკული დიზაინი და სხვადასხვა მიგვიყვანა იქამდე რომ მეცნიერებამ და ხელოვნებამ ამ შემთხვევაში ლიტერატურა იყო მაგრამ სხვა შემთხვევაში ფერწერა იქნება და ასე შემდეგ უნდა ითანამშრომლოს და აქ გჭირდება ჩვენ სწორედ რაც არსებობს იმ კვლევების დღის სინათლეზე გამოტანა და კიდევ ახალი კვლევების წარმოება და გაკეთება. ამიტომ თანამშრომლობა მეცნიერების და ხელოვნებისა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ადამიანთან შეხვედრა ალბათ გარდაუვალიც იქნება ამ გზაზე. უღრმესი მადლობა ბატონო ვახში მოწვევისათვის. დიდი მადლობა რომ მოგზავნით ასეთ საინტერესო საუბრისათვის. და ასეთი კარგი განწყობისათვის, რომელიც ალბათ შეექმნა ჩვენს ხალხს, როცა თქვენ მოგისმენენ, მიხვდებიან, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს პერსპექტივა, იმიტომ რომ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც პროგრესზე ფიქრობენ და რომლებიც არ აპირებენ ფარხმალის დაყრას. ნამდვილად. თქვენ კი, პატრიცემულო ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა რომ მოგვისმინეთ. კარგად ბრძანდებოდეთ